გამომშვიდობის მეგობრებო. ერთმა დაგლოცოთ, ერთმა გაკურთხოთ, გილოცავთ მარხვის დაწყებას. ყველა ღვთისმოშიშ და ღვთისმოყარე მართლმადიდებელ ქრისტიანს. ერთმა ინებოს, რომ მოგვეცეს ძალა, სიმხნე, ღონიერება, რწმენა და სიყვარული, რათა ვიმარხულოთ უფლისათვის მოსაწონად, უფლისათვის სათნო იყოს თითოეული ჩვენთაგანის საქციელი, სიტყვა, საქმე, მოთმინებით, სიმშვიდით, სიყვარულით იყოს გამსჭვალული თითოეული ჩვენთაგანის თითოეული მოქმედება და ისე, რომ უფალს მოეწონოს, ჩვენს ქვეყანას გამოადგეს და ისეთი ყოფილიყოს ჩვენი მოქმედება, რომ მტერს რო მოყარედ გვიქცევს და უფალს რო განადიდებს ჩემო კარგებო. ისეთები ვიყვეთ, რომ ჩვენს გულში ჩვენი ლოცვით, ჩვენი მარხვით, ჩვენი სინანულით, ჩვენი მოწყალებით მობიერი და წმინდა გული შეიქმნას თითოეული ჩვენთაგანისა, რათა ჩვენს გულში იყოს ბაგა და ადგილი, სადაც იშვება მაცხოვარი. ერთმა დაგლოცოთ და ერთმა გაკურთხოთ. ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ერთი ადამიანის ვიდეო მიმართვას, რომელმაც პატივი დაგდოდა მოგმართა, ოღონდ ვერ გავიგე კითხვით თუ ჭკუის რიგებით თუ შეურაცხყოფა იყო თუ რა იყო, ნუ ეგ თვითონ უკეთესად იცის, მაგრამ მე მინდა რომ მაინც პასუხი გავცე და ვეცადო რომ მაქსიმალურად ვიყო მიმტევებელიც და ვიყო სამართლიანიც. პირველ რიგში გეტყვი რომ მოძღვარი ვარ და უფლება არ მაქვს არ გითხრა, ღმერთმა შეგინდოს ის ცილისწამებლური და დემაგოგიური განცხადებები, რომელიც გაავრცელე შეურაცხყოფელი ჩემს მიმართ და მამას სპირიდონის მიმართ და მერთმა სინანული მოგმადლოს, რომ მართლა სინანული მიიღო, მოხვიდე შენდობაზე და თქვა სინანული გამოხატო და ჩემგან უკვე წინასწარ შენდობილი გაქვს, მაგას გეუბნები, შენდობილი იყავ. ეხა მოკლედ გეტყვი, რატო იყო ცილისწამებლური და რატო იყო დემაგოგიური შენი საუბარი თავიდან ბოლომდე. დავიწყოთ იქიდან, რომ მე ვარ სასულიერო პირი და მე რას დავწერ და როგორ დავწერ, ნამდვილად არ ხარ შენის პიროვნება, ვისაც უნდა შეუთანხმო და ან ვკითხო, რა უნდა დავწერო და როგორ უნდა დავწერო. ვინაიდან ყავს საკმაოდ მრევლიც, ასე მსმენელებიც Facebook-ზე, Facebook-ი არის საშუალება, სოციალური სივრცე, სადაც ასე რომ ვთქვათ, ქადაგების საშუალება არის ადამიანებს მიმართავთ და ჩვენს თუ დამრიგებლურ, თუ სამოძღვრო სიტყვას ვეუბნებით, თუ სიმართლეს ვაჟღერეთ, შენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს და შენ ჩვენი შეხედულება ეს პოლიტიკური იქნება თუ სარწმუნოებრივი, შენთვის მისაღებია თუ არა, ეს შენ არ გეხება არანაირად და ტყუილს და ცილისწამებას ავრცელებ ჩემო კარგო ადამიანო, ერმილე, რომელიც ავრცელებ ცილისწამებლურ განცხადებას, რომ მე ვარ პოლიტიკური პარტიის წევრი, ან ეს ტყუილი და ცილისწამება ეს ერთი. მეორე, ცილისწამება და ტყუილი ის, რომ მე საიდანღაც რაღაცა დავალება მივიღე. პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და შესაბამისად აქედან არანაირ და ვერანაირ დავალებას ვერ მივიღებდი. ეს ერთი. მეორე, არც საპატრიარქოდან არ მიმიღი არანაირ დავალება, პირდაპირ გეტყვი და არც მამა ანდრია ჯაღმაიძესთან ყოფილა პირდაპირი ჩემი კომუნიკაცია. ეგეც ცილისწამება არის და ცილისწამება დიდი ცოდვა არის. ჩემო კარგო, მადლობა ღმერთს, რომ მე ცილი დამწამე და ნუ კიდევ კაი რომ იქამდე რა ქვია, გვირაბის გაჭრას არ მაბრალი, მაგრამ ნუ არც ეგ არ გამიკვირდება. ხო, მამა ანდრია ჯაღმაიძე სულ ორჯერ თუ სამჯერ ვარ შეხვედრილი და სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენ შორის არ შემდგარა. მერთის წინაშე შემიძლია აგერ თქვა და რა ვიცი, დიდება და მადლობა უფალს, ვინც მე მიცნობს სასულიერო პირობამდეს და ეხლაც მე ტყუილი არ მჩვევია და მინდა გითხრა და დაგარწმუნე, რომ
უკვე ეს ორგზის და სამგზის ცილისწამება არის შენი პირიდან ამოსული და შეგიძლია ამაზე იფიქრო და შენდობა ითხოვო, ჩემო ძმაო, ჩემო კარგო ადამიანო. მეორე, შენ იქ ამბობ, რომ მე მოუწოდე ხალხს, რომ არ მიხვიდეთ აქციაზე, იმიტომ რომ ხელისუფლების მოწყობილია ეგ აქციო. ეგეც ტყუილი და ცილისწამება არის, როგორც ხედავ, წაკითხulis გააზრების პრობლემაც აქვს და ინტელექტი შეგიძლია რომ შენ აიმაღლო. წაკითხული და გააზრებული და აზრის გამოტანა შენ თვითონ ამა ვერ გავიგეო, მაგრამ რომ ვერ გაიგე, შენი პრობლემა არის. მე მომართა ბევრმა ადამიანმა და მითხრა დააპირებდნენ მაგ აქციაზე წამოსვლა, რომელიც ჩემი მსმენელები არიან თუ მრევლი არის თუ მეგობრები არიან და მე უთხარი და ერთ-ერთი მთავარი პირობა სიმართლე რომ გითხრა მართლა ესე დეტალები არ იცოდიო რომ ამბობ და დეტალები საიდან უნდა მცოდნო და შენთან არ მაქვს კომუნიკაცია და თქვენთან არაფერი კვეთა არ მაქვს და სიმართლე რომ გითხრა არ ვიცოდი ეგ, მაგრამ ის ფაქტი რომ უკვე აქციასთან საპატრიარქოსთან აქცია და მისვლა არასწორია და იქ გარკვევით წერია რომ ყოველად დაუშვებელია აი ამ ფორმით სულიერ მამასთან, პატრიარქთან მიხვიდე და იქ ულტიმატუმები უყენო, ეს არის ყოველად დაუშვებელი და ახლა აქაც გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ყოველად დაუშვებელია და არ უნდა მისულიყო არავინ და არც ახლა თუ არის კითხვები და თუ ვიღაცას რაღაც აინტერესებს და თუ შეიძლება პროტესტის გზნობას და განცდაც გქონდეს, თავისთავად კი ბატონო შეგიძლიათ და ყველა შეუძლია რომ მივიდეს და ითხოვოს ახსნა განმარტება, დაგლოცეთ, ვაკურთხეთ და ასე შემდეგ, მაგრამ რა აქციის ფორმით, იმიტომ რომ ქვეყანაში რამდენი პოლიტიკური პარტიაც არის ყველამ ესე საპატრიარქოსთან აქციები რომ მართოს და ამ სახით და ამ ფორმით რომ რაღაცა ესეთი თხოვნითი კი არა და მოთხოვნითი ფორმები რომ აი ესე თუ არა აბა როგორ იქნება და რანაირად ეს არის ყოველად დაუშვებელი, იმიტომ რომ ეკლესია არის ინსტიტუცია, რომელიც არის ქრისტეს სხეული, რომლის თავის არის თვითონ ქრისტე. პატრიარქი, ეპისკოპოსები, მოძღვრები ჩვენ ვართ მისი მსახურები, ჩემო კარგო ადამიანო. ხო და არაფერში შენ არ გამოგადგება, მე ვიცი რომ შენ არ მოიხსენიებ კარგად და ნახე და მაჩვენეს რომ შენ პატრიარქის მიმართაც როგორ ხარ განწყობილი და თქვენს არ ვიცი რა დავარქვა პოლიტიკური ერთობა თუ საქართველოს გაერთიანებისთვის თუ რაღაცა, რაც ქვია. ვერანაირი ერთობა ვერ შეძდგება იმ ხალხთან, ვინც პატრიარქს აგინებს, პირდაპირ გეტყვი. რაც შეეხება ჩემს როგორ თქვა, პოლიტიკურ სიმპათიას, ასე რომ ვთქვათ, ჯერ საკითხავია ვის როგორ ესმის პოლიტიკა და მაგის არ გეკითხება შენ და არც არავის, მე ვინმეს მიმართ ვარ თუ არა თუ ან როგორა ვარ, დადებითა თუ არ ყოფილი და თავისთავად მე ერთ-ერთი რიგითი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ჩემს მხარდაჭერას გამოვხატავ კონკრეტულად ადამიანების მიმართ, ვინც თავის სათქმელს იძახდა და იძახის ბოლო წლების განმავლობაში უსამართლობის, უღმერთობის წინააღმდეგ და ესენი არიან კონსერვატორი ბიჭები და ამას არ ვზმალავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ჩემო კარგო ადამიანო, რომ მე კონსერვატიული პარტიის წევრი ვარ და ან იქიდან რაიმე დავალებებს ვიღებ, ან კიდე მათი დავალებით მოქმედებ და ასე შემდეგ. ეს არის დემაგოგია. ეს არის ტყუილი, ეს არის ცილისწამება, რაზეც მოგიწოდებ, რომ ბოდიში მოიხადო და ბოდიში მოიხადო ღმერთის წინაშეც და ჩემს წინაშეც და ტყუილების გავრცელება არასწორია. მეორე კიდე და ყველაზე მთავარი, მე იქ არ დამიწერია, რომ ეს აქცია ხელისუფლების დაგეგმილია თქო. და მე არც ის არ მithქვამს, არცაც წაიგითხეთ პოსტი, არ ამიღია, არ შემიცვლია, რაც წერია იგივე. მე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების წისქვილზე ასხავს წყალს, ვინაიდან ეხლა რატო ვერ გაიგე და მე არ მithქვამს, რომ თქვენ ხელისუფლებისგან ხართ მართულები, მე ვთქვი, შენ დემაგოგობ და ცილისწამებელი ხარ. და შენდობა ითხოვა და მე გაძლევ წინასწარ მაგის შენდობას ღმერთმა შეგინდოს. მაგრამ რაც ვერ გაიგე, თუ მართლა ვერ გაიგე და არ დემაგოგობ და უბრალოდ ვერ გაიგე, მაგრამ აზარტში შეხვედი და ამ შეურაცხყოფებზე გადმოხვედი, მე ახლა კიდე აგიხსნი ერთი. კარგად და კარგად მომისმინე. როდესაც ქვეყანაში არის დაძაბული ესეთი ფონი
და მართლაც, ფიქრობ, რომ ყველა ნორმალური ღირსეული ქართველისთვის ეს ნომერ პირველი პრობლემაა და მე ჩემ პოზიციას პირადად როგორც ერთ-ერთი რიგითის ასულიერო პირი ვაფიქსირებ და არაერთ გზის და არაერთი პოსტი და მიმართვა მაქვს, რომ არაბიზაცია არ უნდა მოხდეს და არა მარტო არაბიზაცია, ზოგადად მიგრაციის პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს და რა ვიცი ხა მამხილებელი წერილი იქნება გადაგება თუ რაღაცა რაც მე ჩამიწერია და დამიდია მე მგონი რა ვიცი როგორც მინიმუმ ამას მაინც ვერ გაბედავ რომ მაგას არ მეტყვი რომ ეხლა ხელისუფლების დავალებით მოქმედებო ან და ისა ის მითხარი რომ რა ქვია მამა ანდრია ჯაღმაიძის დაარეკილზე თუ ნათქვამზე და ნამდვილად ღმერთის წინაშე ვიძახი რომ მსგავსი არაფერი არ ყოფილა და ეს პოზიცია რაც დავაფიქსირე და ყველა ნორმალური სასულიერო პირი და ნორმალური ადამიანები ამას გაიგებენ რაც მე დავაფიქსირე იმიტომ რომ არასწორია კიდე ერთხელ ვამბობ საპატრიარქოსთან მისვლა და იქ აქციების მართვა ეს არ ჯდება ქრისტიანულ ნორმებში არანაირად არ ჯდება და არასწორი არის იმიტომ რომ ჩვენ სულიერ მამას ესე აქციები და მიტინგებით არ ველაპარაკებით ეს ქრისტიანულად და თუ ხარ და იმედია რომ ხარ ქრისტიანი და ყავს მოძღვარი და სინანულის შესახებ გაგიგია რამე მოგიწოდებ რომ მიხვიდე და ახსარება თქვა და შეინანო შენი ცილისწამებლური განცხადება ასევე მოგიწოდებ ჩემო კარგო ადამიანო იმას რომ რაც პატრიარქზე გითქვია და ჩვენ სულიერ მამაზე გითქვამს მაგიც მოინანიე და შენდობა ითხოვე რომ შეგეშალა თუ თვლი რომ შენ ეროვნული საქმის კეთება და თუ არა და თუ მაგას არ გააკეთებ და იმედია რომ გააკეთებ მაგრამ თუ არ გააკეთებ ჩვენსა და თქვენ შორის აი ეს არის ბარიერი და დიდი კლდე ასე რომ ვთქვათ რომ არის ხოლმე ასევე მოწოდება ბირო აი გაერთიანება და რაღაცა და მე მზად ვარ და არაერთხელ მithქვია ყველა ადამიანთან საუბრის ლაპარაკის და ყველასთან შეიძლება გაერთიანება ოღონდ სიწმინდის გარშემო, ღმერთის გარშემო, სამშობლოს სიყვარულის გარშემო, ოღონდ მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავერთიანდე იმ ადამიანთან, რომელიც პატრიარქს აგინებს, რომელიც აგერ მოვიდა და ცილს მწამებს მოძღვარს, არც მიცნობს და იაკობო მომართავს. იაკობი მასე მიმართე, მე იმასაც არ გეტყვი, პაპას მიმართე მეთქი, იმიტომ რომ შეიძლება რატო უნდა მიმართო, იმასაც არ უნდა მიმართო, იმასაც პაპა უნდა დაუძახო, იმიტომ რომ თავისი პატივისცემა ეკუთვნის. ანუ პატივს არცემს სასულიერო პირებს. ეს შენი პრობლემა არის. მაგით მე არ მომაყენებ შეურაცხყოფას, აყენებ შენ თავს, შეურაცხყოფას აყენებ იმ ოჯახს, სადაც შენ გაიზარდე. იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიძახი, რა ვიცი, არავისი არ გეტყვი, რომ ამას ესე მიმართე მეთქი. უპატისმობრად არავის არ მიმართო, ჩემო კარგო ადამიანო. მე მაგას პატიობ, იმასაც პატიობ, რაც ცილისწამება და დემაგოგია ისაუბრე, უბრალოდ საზოგადოება ნუ შეგყავს შეცდომაში, არავის არაფერი არ დაუვალებია ჩემზე, მე მაქვს ჩემი მოქალაქეობრივი აზრი, პოზიცია, რომლის უფლებას მაქვს დავაფიქსირო აგერ და დავაფიქსირე ის და შენ დამერწმუნე რომ ნამდვილად არ შეგითანხმებ, იმიტომ რომ არაფერი მოვალეობა შენს წინაშე არ მაქვს, რომ შენ შეგითანხმო, ეს დავწერო თუ ის დავწერო თუ რა დავწერო. ჩემ მრევლს რას მოუწოდებ, შენ არავინ მაგას არ გეკითხება, კიდე ერთხელ გეუბნები. და ძალიან გთხოვ, რომ ამ ყველაფერზე შენდობა ითხოვე. მე შემინდვია ჩემდა თავად და ღმერთმა შეგინდოს და გაპატიოს ის შეურაცხყოფა და ცილისწამება, რაც შენ ისაუბრე, რაღაც 7-8 წუთიან დემაგოგიური საუბარი ქონდა აქ. ხო, დანარჩენი ყველასთან ჩემო კარგებო, რა ვიცი, არავის კიდე იქ იყო ერთი რაღაცა, რომ ანუ ეს ექსკლუზიური უფლება არ არისო, კონსერვატორები არ იყო ნახსენები, ანუ დიდი ალბათობით მაგათ გულისხმობდით. ანუ ყველას გაუმარჯოს ღმერთმა, მე მივესალმები ყველას, ვინც გამოვა ამ არაბული ქალაქების წინააღმდეგ, მიგრაციის წინააღმდეგ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ეს პირდაპირ ვიტყვი მოღალატეობრივი ხელისუფლება ახორციელებს, ქართველი ერის ემიგრაციაში გახიზნა, სოციალური ფონის შექმნა, რომელსაც მე ამდენი წლებია ვლაპარაკობ, მიდის ქართველი ერის სოციალური ოკუპაცია, რასაც ქვია, ქართველი ერი გახიზნეს ქვეყნიდან ამ ხელისუფლებამ 35 თუ 34 თუ 36 წლიანმა ამ ავასახსნებელ პერიოდმა საშინელ დღეში ჩააგდო ჩვენი ერი და ამას მე ხმამაღლა
ვიძახი და ვამბობ, რომ მძიმე დღე და მძიმე დრო პერიოდი გვიდგას. მაგრამ ჩემო კარგებო და ჩემო ქართველებო, გამოსავალი რაში არის, რომ საპატრიარქოსთან მივიდეთ და აქციები მართოთ და საპატრიარქოს მოუთხოვოთ და რა მოუთხოვოთ, რომ ხმა ამოიღეო. კარგი, მე დარწმუნებული ვარ, რომ თავის განცხადებას და თავის პოზიციას დააფიქსირებენ და აუცილებლად დააფიქსირებენ, მაგაში ეჭვი არ მეპარება. თუ რატო არ აფიქსირებდნენ ამდენი ხანი, მაგასაც იტყვიან. არც მაგაში მეპარება ეჭვი, მაგრამ პატრიარქის სიტყვა ჯერ კიდევ 2013 წლის არქივი არის, სადაც ამბობს, რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს და ქართული მდინარეები, რესურსი, რაც არის ბუნებრივი რესურსები არ უნდა იყიდებოდეს. მოდი ასე ვთქვათ, თუ ეს მართლა გულ ანთებული ქართველის პოზიცია არის, ხო და რაღაც ასეთი არის. Რაღაცო მეტი მოწოდება რაღაცო უნდა ამ ერს დაუშვათ, თუ რა ხდება, თუ როგორ არის, რომ ანუ ხო რამდენჯერ თქვა, არაერთხელ აქვს პატრიარქს დაფიქსირებული, რომ არ უნდა გაიყიდოს ქართული მიწა და წყალი და თქვენ რო სახში შემოგივარდნენ, რა ვიცი, აგერ მიწა ეზო გადაგიღობეთ და გართმევენ. ანუ მოძღვარს ელოდებით, რომ რა ქვია მაგას და მოდი და გვაკურთხეო, რომ მტერს დავხვდეო. თუ ადგები და ხმას აიღებ და გააძევებ იქიდან, თუ რა ვიცი, რაც არის, თუ როგორც არის, ხო? ანუ არის რაღაცეები, რაზეც რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ, რომ არავის თქმა არ უნდა ჭირდებოდეს, ჩემო კარგი. და ამით იმის დაძახება, რომ პირდაპირ გეტყვით, რომ აი მოდი მე იმიტომ არ გავდივარო, ჯერ არ დაუძახებიათ, არასწორია როგორც მინიმუმ ამაზე მე არაერთი ის მაქვს ჩაწერილი ვიდეო. იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გამოვიდა და პირდაპირ გეტყვით, რა ვიცი, აგერ 200 ლარებად გაიყიდე ხმები მისცეს ნაციონალურ ქოცნებას და დღეს ეს ხალხი ელოდება მას რა ქვია, კაცო, პატრიარქის კურთხევას, რომ არიქა და ისაუქნა. თუ რა თუნდა მაგას დაძახილი? გამესთ პასუხი. ან იმას რა თუნდა თქმა, რომ 200 ლარად ხმა არ უნდა გაყიდულიყო, მაგრამ ხო გაიყიდა. ჩვენთვის ყველა ერთია. ჩვენთვის ყველა ერთია. და შენი კიდე ერთი ორმაგი სტანდარტი ბატონო ერმილე. თან ამბობ, რომ თან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს საპატრიარქოდან და ვინც პოზიციას აფიქსირებს, ის არ მოგწონს კიდე. და აგერ ვარ და ვაფიქსირებ, ხო, აქტიურად ჩემს პოზიციას და მეც და იგივე მამა სპირიდონის და სხვა სასულიერო პირებიც და შენ ამ დროს ჩვენ მოგვიწოდებ და გვეუბნები, რომ ვარ თურმე პოლიტიზირებულები. ანუ მანდაც ორმაგი სტანდარტი და დემაგოგია არის, რომ რა ქვია მაგას. ანუ ვინც აფიქსირებს ეს არ მოგწონს, თურმე ჩვენ პოლიტიზირებულები ვართ და ნუ საპატრიარქო რატო არ აფიქსირებსო, ეხლა თან იქით ორმაგ იმას შვები, რა ქვია, ორმაგ თამაშს თამაშობ თუ რა საკითხი. ანუ თან მოგწონს და თან არ მოგწონს. სასულიერო პირები თან არ მოგწონს, რომ პოლიტიკაში ერევიან და თან გინდა რომ განცხადება გააკეთონ, აბა რაღაცო გინდა. ან რატო ელოდები იმად განცხადებას, ვისაც შენ შეურაცხყოფას აყენებ. რაღაცო არის შენთვის მნიშვნელოვანი. შენ თუ პატივს ცემ, როგორც სულიერ მამას, მასე არ მოიქცევი და მასე არ მოიხსენებ ეკლესიის წინამძღვარს, როგორც შენ იხსენიებ, ჩემო კარგო. და როგორც მინიმუმ იმისი კადნიერება არ გექნება, რომ ესე მიმართო. ხო? და თუ შეგეშალა, ბოდიშთა პატიევას ითხოვ და მე მეც მოვა და ხელს ჩამოგართმევ, რომ მივიღებ შენს ბოდიშთა, შენს სინანულს, თუ კი ეკლესიის წინამძღვარს, ჩვენი სულიერ მამას პატიებას თხოვ, მაგრამ მანამდე სანამ შენ შენდობას არ ითხოვ პატრიარქის შეურაცხყოფისთვის, სანამ შენ შენდობას არ ითხოვ რომ თუნდაც აი ხა რა ცილისწამებლური განცხადებები გააკეთე იგივე ჩემს მისამართით თუ მამას სპირიდონის მისამართით, როგორ უნდა დავდგეთ ერთად, აი მითხარი და რა უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება იმას, ეხა ვინც ფიქრობს და იტყვის კიდევ რომ არაერთგზის მისაუბრია ამაზე, რომ სასულიერო პირები ერეოდნენ თუ არ უნდა ერეოდნენ და რა არის ჩვენი მოქმედების მოტივატორი, მე ასე მესმის, ჩემო კარგებო და ყველას თავისი აზრი და გაგება აქვს. პოლის არის მოქალაქეობა, ხო, ბერძნულად. და ჩვენ პირველ რიგში პოლიტიკა მოქალაქეობას ნიშნავს. პირველ რიგში ჯერ ერთი რომ როგორც რიგითი წევრები და ქვეყნის წევრები ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩემო კარგებო. და მეორე, ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ვართ სასულიერო პირები, ხო? და ვართ სასუფეველის მოქალაქეები, ესე მოიხსენიებით.
და ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენი სამწყსო, ჩვენი ერი ის ნაციც, ქოციც, კონსერვატორიც, ლიბერალიც, ჩვენც მათ შორის ჩემო კარგო ადამიანო, რომელიც შეურაცხყოფას აყენებ, თუნდაც მე, თუნდაც მამას პირიდანს, თუ პატრიარქს, თუ ასე შემდეგ და თან მე იქიდან კურთხევა და ლოცვა გინდა და ხმა ამოიღეო იძახი, დემაგოგობს სრულიად ტყვის მნიშვნელობით, შენც ჩვენი სულიერი სამწყსოს წევრი ხარ, თუ ხარ მართლმადიდებელი და შენზეც უნდა ვილოცო და შევთხო უფალს, რომ გონიერება მოგემადლოს, მაგ ცილისწამებისთვის, მაგ დემაგოგიისთვის, რაც ჩვენზე ისაუბრა, შეურაცხყოფებისთვის, რაც პატრიარქის მისამართით ყოფილა თუ ჩვენს მიმართ და ღმერთმა სინანული მოგმადლოს და მოგვაროს. მე გამიხარდება თუ შენ ცხონების გზაზე დადგები, შენში თუ სიმართლის და სიყვარულის მარცვალია და მე გამიხარდება თუ შენ ეკლესიის წევრად გიხილობ, თავისთავად სამშობლოს სადარაჯოზეს. აუცილებლად სულითა და გულით მაგას გეუბნები, მაგრამ პირველ რიგში შეგენი უნდა შეინანო ეკლესიის პირები, სასულიერო პირების შეურაცხყოფა, პატრიარქის შეურაცხყოფა და ცილისწამება და ტყუილი და ჩამოგითვალე კიდე ერთხელ ვამბობ, რაც იყო და რამდენიც იყო დავამთავრებ ორივე სიტყვით, რომ ანუ ჩვენ ვართ სასულიერო პირები თქო და სასუფეველის მოქალაქენი და ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენი სამწყსო ზუსტად სასუფევლისკენ წავიყვანოთ და გავუძღვეთ. მაგრამ ამ ქვეყნის შვილებიც ვართ. ხმას ვიღებთ და ვიმაღლებთ ყველა იმ უღმერთობაზე, რომელიც ჩვენს სამწყსოს, ჩვენ სულიერ შვილებს ამ სასუფეველის მოქალაქეობაში ხელს შეუშლის. ეს იქნება LGBT პროპაგანდა, ეს იქნება სიბილწე ცოდვის გავრცელება თუ ასე შემდეგ, რაც ჩვენი ერის გახსნა, გადაგვარებას კენ მიხავს, ამის წინააღმდეგ ვიმაღლებთ ხმას. აი ეს არის ის ყველაფერი. თუ კი სოციალურ საკითხებსაც ვეხებით, ხო? სოციალური საკითხებიც კიდე ერთხელ ვამბობ, ისიც გვეხება, იმიტომ რომ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ის ჩვენი შვილები, ჩვენი დები, ძმები, ოჯახის წევრები რო გახიზნულები არიან ამ ქვეყნიდან, ისიც ჩვენ გვეხება და პირდაპირ ვალდებულება და მოვალეობა, რომ მანდაც ხმა ამოვიღოთ და ვინც მაგაზე გკიცხავთ და მაგაზე გვეუბნებით, არასწორები ხართ პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ ჩვენც ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, როგორც რიგითი მოქალაქეები და როგორც სასულიერო პირები, მანდაც ვალდებულები ვართ, რომ გითხრათ, რომ გაიღვიძეთ ქართველ ერს რყნიან ემიგრაციაში მიერეკებიან ვიღუპებით, გაიღვიძეთ, არაბიზაცია ცუდია, მიგრანტების შემოსვლა ცუდია, ის რომ წინაპართა სისხლით მორწყული მიწა არ უნდა იყიდებოდეს, მაგას ვიძახით და ამ ყველაფერს ხმამაღლა ვაჟღერებთ. და ეს თუ პოლიტიკაა და თუ პოლიტიკაში ჩარევა არის, მაშინ რავი, იყოს კი ბატონო, მაგრამ მე ვთვლი, რომ სწორია და არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო ამისი. იმიტომ რომ ესე უნდა იქცეოდეს ყველა ერიცა და ბერიც, რა ვიცი. მე ესე ვთვლი და როცა ქვეყანას დაჭირდა თორნიკე ერისთავმა ხმალი აიღო მონასტერში, იყო ეს კაცი ბერი იყო და მე ბერი არა ვარ კიდე, რა ვიცი, სორშვილი სასულიერო პირი ვარ. როცა ქვეყანას დაჭირდა აგერ ეპისკოპოსები მარაბდის და სხვადასხვა ომებში იბრძოდნენ კიდე და რა ვიცი, რომ არ ყოფილიყო კიდე ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებელი არ იქნებოდა და ყველა სასულიერო პირი ვისაც ქვეყანას ტკივა, ერეოდა და ერევა და ჩაერევა და თავის პოზიციას დააფიქსირებს. ასე რომ შენი დემაგოგიური საუბარი თავიდან ბოლომდე გაბათილებული და გაბითურებული არის სრულიად ტყვის მნიშვნელობით, ტყუილებით გაძეძგილი, რომელზეც გული მტკივა მხოლოდ და მხოლოდ და სამწუხაროა ჩემო კარგო ადამიანო, ამდენი ტყუილი რო ილაპარაკე, რომ მე პოლიტიკის ისა პარტიის წევრი ვარ, პარტიის წევრი არ ვარ. ქრისტეს ეკლესიის წევრი ვარ, სასუფეველის წევრი ვარ, მინდა რომ სასუფეველში მოვხვდე, მეც და სასუფეველში მოვახვედრო, ჩემი სულიერი შვილებით და შენც მათ შორის და აქედან გამომდინარე, შენდობას გეუბნები, ღმერთმა შეგინდოს და მოგიტევოს ეს ყველაფერი, მაგრამ სამშობლოსთვის ბრძოლა თუ გინდა და ეკლესიისთვის ბრძოლა თუ გინდა, აქციებით და რა ქვია, პატრიარქის გინებით ეგ არ გამოვა და აი თუ ამბობ რომ რატო ვარ კონსერვატორების მიმართ პოზიტიურად განწყობილი, დიახ ვარ, იმიტომ რომ ისინი ეს რაღაცას არასოდეს არ გააკეთებენ, რა ვიცი, რაზაც შენაკეთებ, ახლა უპატივცემულოდ იხსენიებ მოძღვრებს, ცილს წამებ, აგერ მე გეუბნები რომ ცილს წამებ და პირჯვარი შემიძლია გამოვისახო, ღმერთის წინაშე ვიძახი, პასუხი ვაგო, თუ ჩემთვის დაერეკოს გინდა მამა ანდრია ჯაღმაიძეს, გინდა რა ვიცი ნებისმიერს
და თუ გინდათ რაღაც ამ ვიღაცის ვის რა დავალება უნდა შემესრულებინოს, არავის დავალება არ შემესრულებია, ჩემი აზრი გამოვხატე და დავაფიქსირე ჩემი მრევლის და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მისმენს, რომ არასწორად მიმაჩნია თქო საპატრიარქოსთან მისვლა და იქ აქციების გამართვა. ყოველად დაუშვებელი. ეგ არის და ეგ მურჩა და დამთავრდა. შენ ამ ყველაფერზე ცილი დამწამე მეთქი, მე გეუბნები ახლა შენ სასულიერო პირი, ბრალს გდებ ცილის წამებასა და დემაგოგიაში, რომ ავრცელებ ტყუილს. და აი ღმერთის წინაშე ვიძახი, რომ ეს ეგრე არის და ესე არის, ну, კარგი იქნება, შეგინდოს ღმერთმა თუ სინანულს გამოხატავ და მოინანებ და იტყვი, რომ მამაო შემეშალა და არ ვიცოდი. და არც ის არ მithქვია, რომ ხელისუფლების ორგანიზებულია ეს აქცია თქო. ხელისუფლების წის ქვილზე ასხავს მეთქი წყალს. მაგის შენ თქვი. თუ რატო თქვი, ეგ შენ უნდა გკითხო, არ ვიცი. ხელისუფლების წის ქვილზე კი წყალს იმიტომ ასხავს, რომ დღეს ეკლესია, ისევე როგორც ყოველთვის დღესაც იყო, არის და იქნება ეკლესია ქრისტეს სხეული და ერის მთავარი შემაკავშირებელი, მამოძრავებელი ძალა და ეკლესიის შიგნით არსებული პროცესები, ესე აქციებით არ წყდება. და ვინც ამის აქციებით გადაწყვეტას ცდილობს, ვინც პატრიარქის გინებით, სასულიერო პირების შეურაცხყოფებით ცდილობს, რომ გადაწყვიტოს ეს პრობლემები და ამას ქართველი ერის ერთობა დაარქვას, ის ძალიან ცდება და არასოდეს არ იქნება ეს ქართველი ერის ერთობა, იმიტომ რომ ღმერთი არასოდეს არ მოგვიწონებს მამების შეურაცხყოფას და არასოდეს არ მოგვიწონებს პატრიარქის შეურაცხყოფას და ჩვენ თუ რამე შეცდომა გვაქვს, მე ვიქნები ეს მამა სპირიდონი იქნება თუ პატრიარქი თუ ვინც გინდა იყოს, მაგაზე ხო უფლის წინაშე ვაგებთ პასუხს და აგერ ღმერთი მოგკითხავს და ღმერთი მოგთხოვს ჩემო კარგო ადამიანო და რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ აგერ. მაგრამ თუ რაღაცა არ მოგწონს და თუ რაღაცა არ მოგწონთ, აქციებით კი არ უნდა მიხვიდეთ, ხო? პატივისცემა უნდა გამოხატოთ. გინებით და ჩხუბით კი არა და ესე შეურაცხყოფებით და ცილის წამებებით, ხო? არამედ არსებობს ფორმა, მიმართე, მიდი, შეხვდი, რავი, კითხვა დაუსვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ არა ესე და არა ამ ფორმით, არა ცილის წამებით და არა დემაგოგიით. და აი ეს არეულობა შიგნით შიდა ეკლესიურ პროცესებში სწორედ აწყობს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის მე ვფიქრობ, რომ არაეროვნულ და არაქართულ პოლიტიკას ატარებს და ჩვენ რაც უფრო შიგნით ერთმანეთს დავემტერებით და ერთმანეთს გამოვედავებით, ამით ისარგებლეს ის არაკეთილმოსურნე ხელისუფალიც და ის მტერიც, რომელიც ჩვენთან, რავი, აგერ აპირებენ და პირდაპირ ის კი გეუბნება კოსმოპოლიტიურ ქალაქების აშენება უნდა, მაგრამ მაგაზე დიდი მტერი ის არის, ვინც მაგას აკეთებს, ხო? ასე რომ მე ჩემი სიტყვები ავხსენი რატო როგორ და რანაირად, მე შენ კი არ აგიხსენი, აგერ ხალხს ავხსენი, რომ გაიგონ და შენი ცილისწამებლური დემაგოგიური განცხადება იყო ყოვლად უადგილო, უზნეო და უღმერთო, პირდაპირ გეტყვი და ღმერთმა შეგინდოს და ღმერთმა გაპატიოს. ოღონდ უნდა ითხოვ პატიება მაგაზე. მე სანამ ითხოვ, წინასწარ შენდობას გეუბნები და მზადავა რომ ხელი გამოგიწოდო. ოღონდ მანამდე, სანამ შენ მაგას გააკეთებ და სანამ შენ მაგას იტყვი, ბარიერი და კედელი დიდია ჩემსა და შენ შორის და თუნდაც შენსა და იმ ხალხს შორის. ვისაც მოიხსენიებ, რომ მე იმ არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და კონსერვატორები ესეთ რაღაცას არასოდეს არ აკეთებენ და არ გააკეთებენ და არ გაუკეთებიათ, აქციებით არ მიდიან პატრიარქის წინაშე და არ თხოვენ რაღაცებს. და თუ რატო ვარ მაგათი მხარდამჭერი, უბრალოდ მხარდამჭერი, როგორც რიგითი წევრი, ისე როგორც ნებისმიერი ქართველი, აი მაგითაც ჩანს, რომ არაგინებენ პატრიარქს, აქციებით არ მიდიან ეკლესიასთან და თუ რამის გაკეთება უნდათ აკეთებენ თვითონ და გამოდიან და აფიქსირებენ თავის აზრს, როგორც იყო ეს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ იყო, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის წინააღმდეგ იყო თუ რის წინააღმდეგ იყო, ყოველთვის და ყველგან. მე მზად ვარ და მოუწოდებ ჩემო ძმაო, ჩემო კარგო ადამიანო, მართლა გეუბნები ყველას, შენ კი არა მარტო, შენ კი არა. ნაცი იქნება, ქოცი იქნება თუ ნებისმიერი პოლიტიკური წარმომადგენელი ნებისმიერ სფეროში ვინც არის, ყველას მოუწოდებ ბრძოლისკენ. რა ვიცი, როგორც შენ თქვი, მივიდნენ ბატონო 7-ის აქციაზეც მივიდნენ და 30 იქნება თუ ყოველ დღე გამოხატონ თავის პროტესტი და ყველა უნდა გავერთიანდეთ. დღეს ერი და ბერი მართლა რომ გადავტეხოთ ეს, რასაც ქვია, ეს საშინელი ჭირი, ეს საშინელი უბედურება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს არაბული ქალაქების აშენება და მიგრაცია უნდა შეჩერდეს, რომელიც ჩვენს ერს სჭამს და შეჭამს ამ რაოდენობით
ადამიანების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში. აი ეს არის სულ რის თქმაც მინდოდა, იმედია რომ გაიგეთ, იმედია რომ შენდობა სითხო, ერმილე და გაიგებ რაც გითხარი და პატიება სითხო და თუ თვლი თავს ამ ქვეყნის რიგი წევრად და თვლი რომ აუცი ქვეყანაზე და ღმერთზე გული შეგტკივა, ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და ასაგიან უხუცეს მამას, პატრიარქს არ მოიხსენიებენ აუგად, საპატრიარქოსთან აქციებს არ მართავენ ქრისტიანები და რაღაცეებს არ მოითხოვენ ეგრე და ცილის წამებას არ ავრცელებენ, რაც შენ მოდი დავანებოთ თავი იმის იქით, ჩემს იქით ვისე რა გილაპარაკი, აგე რაც ჩემზე დღეს ცილისწამებლური დემაგოგიური განცხადებები გაავრცელე, რომ მე დამავალა თუნდაც მამა ანდრია ჯაღმაიძემ თუ საპატრიარქოდან ვიღაცამ, თუნდაც კიდევ პარტიიდან თუ მე პარტიული რო ვარ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იყო დემაგოგია, ტყუილი და ცილისწამება, რაზეც მე მოგიწოდებ რომ ბოდიში მოიხადე და შენდობა ითხოვე. ნუ მოიხდი თუ არ მოიხდი, მე ჩემდათავა კი მარხო არის და შენდობას გაძლევ მერთმა შეგინდოს და მერთმა სინანული მოგწეს, გონება გაგინათოს და გული გაგიწმინდოს ამდენი, რავი, ბოღმისაგან, ღვარძლისაგან და ხელა სიცრუისაგან, რომელსაც შენ ავრცელებ და ტირაჟირებ. და თუ შენ მართლა მართალი კაცი ხარ და გინდა რომ იყო ყოველ შემთხვევაში, რო არ ახარ აგერ ჩანს, მაგრამ თუ გინდა რომ იყო, კიდე ერთხელ ვამბობ, შენდობა ითხოვე, პატიება ითხოვე და გენაცვალოს ჩემი თავი. შენდობილი იყავი და დალოცვილი იყავი, ღმერთმა დაგლოცოს, შვიდობა მოგმადლოს და ბედნიერი შობა გაგითენოს შენს და ყველა ქართველს აბსოლუტურად ერთმანეთს პატივიცეთ, ერთმანეთს გაუფრთხილდეთ და დავიცვათ ის წესი, ნორმა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, ქრისტიანები და პატივისცემა ეკლესიისა, სასულიერო პირისა და პატრიარქისა ყველასი ვალია. თუ ხარ მართლმადიდებელი და თუ არ ხარ მართლმადიდებელი, მაშინ ეგეც თქვი და მაშინ სხვანაირი ის გვექნება სოფხედელობა და საუბარი და ნუ გვეცოდინება რომ შენ რატო იქცევი ეს და თუ მართლმადიდებელი ხარ, მაშინ ნება-იბოძე და პატივიეც, იმიტომ რომ როგორც მე არა ვარ შენი იაკობა და მასე არ გეტყვი მეთქი, საერთოდ არავის არ გეტყვი რომ ან პაპას მიმართე მეთქი, ან მამას და ან იმას, მაგრამ ვისაც შენ გინდა და შენ ახლობელს მიმართე, ვინ შენ გიყვარს, იმას მიმართე ესე. მაგრამ ესე არავის არ მიმართო, მოძღვარს. და თუ შენ ამით უპატივცემულობა გინდა გამოხატო ჩემს მიმართ, თუ პატრიარქის მიმართ გამოხატა უპატივცემულობას, მაშინ რაღაცო მიდიხარ და რაღაცო გინდა იმათი კურთხევები. მიდი და მაგათ გარეშე გააკეთე ის ყველაფერი, ისი გაკეთებას გინდა. და თუ მიდიხარ, ნება-იბოძე და პატივიეცი, პატრიარქსაც, მეც, მამას პირიდონსაც და ყველას აბსოლუტურად ეკლესიას და ეკლესიის ინსტიტუციას ეცი პატივი. პატივიეცი მამასა, დედასა შენს, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელიყო ქვეყანასა ზედა უფლის მეხუთე მცნება არის სხვათა შორის ჯულის კანონი და მცნებებით რომ ბრძნად მეტყველებ. ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთმა გაკურთხოს შენს და ყველა ქართველი ბედნიერი შობა გაგვითენოს უფალმა მაცხოვარი იშვას ჩვენს გულებში, ღმერთმა მოგმადლოს სინანული, მოთმინება, მშვიდობა, სიყვარული, სიმართლე და შეგვაძლებინოს რომ პატივიცეთ ერთმანეთს, პატივიცეთ ქრისტეს ეკლესიას, მის საჭედპრობელს, პატრიარქს, მოძღვრებს და თავისთავად შემდეგ უფლის წყალობა და კურთხევაც, კეთილისყოფაც, დღეგრძელობაც, ხოლო და მხოლოდ ასე იქნება თითოეულ ჩვენთაგანს და თელს ერზე.